მოგესალმებით, თქვენი მყოფებით არხზე კოდების სამყარო. მე ვარ გიორგი და ამ ვიდეოში მინდა გასწავლოთ, როგორ შეგვიძლია სასურველი პროგრამა, რომელსაც თქვათ დავაინსტალირებთ და უკვე თქვათ დაყენებული გვაქვს, როგორ გავხსნათ ჩვენი შორტკათით. ანუ კლავიატურაზე რამდენიმე ღილაკის დაჭერით ავტომატურად გაიხსნება ჩვენთვის სასურველი პროგრამა. აი მაგალითად დავსერჩოთ ან აქ ნებისმიერი პროგრამა შეგვიძლია ვარჩიოთ, დავწეროთ მაგალითად Word-ი იყოს ეს პროგრამა. აქ, როდესაც ვიპოვით მაუსის მარჯვენა ღილაკს ვაჭერთ, შემდეგ ვაჭერთ Open File Location. ნუ ეს რა თქმა უნდა Windows 10-ზე იმუშავებს და ასევე ვფიქრა Windows 11-ზე მსგავსად შეგეძლებათ ამ ყველაფრის გაკეთება. როდესაც გახსნით, აი აქ ხედავთ შორტკათებს და ასე უნდა იყოს, თუ ასე არ იქნება, ამის ალტერნატიურ გამოსავარდსაც შემდეგ ვიდეოში გასწავლით, მაგრამ ამ შემთხვევაში, ნუ აქ ხედავთ თქვა სხვადასხვა პროგრამასაც, ნებისმიერ პროგრამაზე, რომელიც ასე არის, ვაჭერთ ისევ მაუსის მარჯვენა ღილაკს, შემდეგ properties და ნახეთ, აქ უნდა იყოს შორტკათი არჩეული. ნუ ეს ავტომატურად არჩეული იქნება, მაგრამ თუ თქვათ არ იყო, მაინც ვიპოვით და ავირჩევთ shortcuts, აი ასე. და აი აქ უკვე დაყენებული მაქვს თქვათ shortcut-ის key, ან შემიძლია შევცვალო, აი წავშლით თქვათ, თქვენ შეიძლება ასე დაგხვდეთ shortcut key nani და თქვენ ნებისმიერ ღილაკები, რომელიც რა თქმა უნდა სხვა shortcut-ებს არ უნდა დაემთხვეს რამე მარტივ shortcut-ებს, ამიტომ ცოტა გავართულოთ და მაგალითად Ctrl-Shift-L ან ნუ ნებისმიერი რაც გვინდა, ან მაგალითად Ctrl-Alt-L. ანუ ამ დროს აქ იწერება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მე კლავიატურაზე ვაჭერ, ნახეთ, მაგალითად ახლა ვაჭერ Ctrl-ს, Shift-ს და K-ს. მაგრამ ეს უკვე არსებობს, ამიტომ არ იმუშავებს. რაც არ არსებობს, ისეც ავირჩევ Ctrl-Shift-P მაგალითად, აი ეს არ არსებობს, ანუ სხვა პროგრამა ამ shortcuts არ იყენებს და შემდეგ Apes ვაჭერთ, რომელიც მოგთხოვს ნებართვას, იმიტომ რომ ადმინისტრატორის სახელით არ ვარ და ადმინისტრატორის ნებართვა ჭირდება, Continuous დავაჭერ, დავაჭერ OK-ს და რაც ავირჩი, ანუ Ctrl-Shift-P ნებისმიერი ადგილიდან, როდესაც დავაჭერ ამ ღილაკებს, წესით გაიხსნება აი ეს Word-ი რა თვითონ პროგრამა. და აქ რა თქმა უნდა უკვე შემიძლია სასურველი ფაილი ავირჩიო ან ცარიელი გავხსნა. იგივე რა თქმა უნდა, როგორც გითხარით, შეგეძლებათ სხვა პროგრამებზეც, მაგალითად Adobe Photoshop-ზე, აი მაუსის მარჯვენა ღილაკი, Open File Location, აი აქ არის ეს Adobe, შემდეგ აი ამაზე, რაც გამიხსნა Property და შემდეგ shortcut-ებში მაგალითად Ctrl-Shift-E. ასეთი უკვე არსებობს, ამიტომ მაგალითად Ctrl-Shift-A. აი ეს არ არსებობს, Apple ნებართვა, შემდეგ OK და ახლა, როდესაც დავაჭერ Ctrl-Shift-A-ს, გაიხსნება Adobe Photoshop. ანუ ეს უბრალოდ მეორე მაგალითსაც გაჩვენეთ. მაგალითად კალკულატორზე და ისეთ პროგრამებზე, რომელზეც შეიძლება პრობლემა შეგექმნათ, ნუ პირველ რიგში დამიწერეთ, თუ რომელიმეზე ამას ვერ გააკეთებთ და უფრო დეტალურ და სხვა გზასაც გაჩვენებთ რა, რომელზეც ასე მარტივად არ გამოვა shortcut-ის დაყენება. ახლა კი, მადლობას გიხდით. როგორც გითხარით, თუ რამე კითხვა გაქვთ, დამიკომენტარეთ ან მომწერეთ. ნახვამდის.